ვაიჩვენ და ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ ლუის ულპიცის მე-18 მუხლის მთელი შინაარსი. იქნებ გამოფხიზდეთ მოყვასნო. ჩავიხედოთ საკუთარ-გულებში. წმინდა გაბრიელ ბერის ღვთისმშობლისადმი ჩვენი ერის გამრავლებისთვის როცა ვედრების შედეგად მის მიერ გამოცხადებით ხილული განრისხებული ღვთისმშობლის თაობაზე ცნობილია სალოსი ბერის შესახებ გამოცემული წიგნებიდან. ჩვენ კი ამ ისტორიას ღვთის მადლით და წმინდა გაბრიელ ბერის შეწევნით ლექსის სახე მივეცით და გამოგვაქვს თქვენს სამჟავროზე, რამათო მეორე უმძიმესი ცოდვა რისი აღმოფხვის თაობაზეც ევედრებოდა დედებს წმინდა ბერი გაბრიელით და მადლობა ღმერთს რომ კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსახდრე მეუფე შიოც უდიდეს ყურადღებას აქცევს თავის გადაგებებში და მართლ მკვეთრული სიტყვით მოგვიწევდებს შევწყვიტოთ ეს საზარელი კვლევები გახლავთ აბორტის საშინელება. ხშირად გვესმის აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი მებრძოლი ეგრეთ წოდებული ამის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა ცუდია და მართლა აგრესია ცუდია. არავინ არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა. აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი, რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვსაუბრობთ, როცა წელიწადში 40,000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენს მიერ. ეს არაოფიციალურად. თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს არის ასობით ათასი. და მე სულიერად რო შევხედოთ ჩვენ ღმერთი არასდროს არ მისცემს იმერს, ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩემი აზრით, ჩვენ ამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ. არაფერი არ გამოსწორდება, იმიტომ ჩვენ ბავშვებს კლავთ. ათობით და ასობით ათას და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას. ესე იგი, ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს. რომ არ მოიკლას, ამაზე ხმას არავინ არ იღებს და რა არის ეს თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა ებადება ვისაც ყოფს ეს, ვისაც იქ რაღაცა ფული კეთდება, როგორც ჩანს და დიდი პარადიგმა არის სოფლიო რაღაცა მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, გეუბნევიან ეს არ არის აგრესია, ამაზე არ გაბედო თქმა, იმიტომ ეს ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი, ნამემით, დანით. და აქ კიდე თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თქმა უნდა, ეს ამაზე ზემია და ნებისმიერი ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია. რა თქმა უნდა და დასაჯელია, ამაზე ორი აზრი არ არის. მაგრამ იქვე რატო არ ამბობთ, რომ ეს ვინც გააკეთა ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია. საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ხმობხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო მესამე აქსიოს ღმერთო ჩვენო დიდება შენ
bashenda dideba mamasa da dzesa da dzmindasa sulsa atstamaradista ukuniti ukunisamde amin dideba shenda gmerto chvendo dideba shenda dideba shenda gmerto chvendo dideba shenda dideba mamasa da dzesa da dzmindasa sulsa dideba shenda gmerto chveno dideba shenda dideba mamasa da dzesa da dzmindasa sulsa atstamaradista ukuniti მუდამ მადლიერნი იყავით და არასოდეს დაივიწყოთ არც ერთი ადამიანი, რომელმაც თუნდაც ერთხელ გაგიღიმა მთელი გულით, თუნდაც ერთი თბილი სიტყვა გითხრათ, ან ერთი ჭიქა წყალი მოგაწოდათ. მადლიერება ეს არის ღვთის საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად აკეთილშობილებს ადამიანს. მადლიერება ყველაზე სწრაფად აღწევს უფლის ტახტამდე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, მუჯირი. mamasa da dzesa da dzmindasa sulsa დედა პარასკევა იხსენებს. როდესაც კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე შიომღვიმეში მოღვაწეობდა, მცხეთაში ჩამოსვლისას მოდიოდა ხოლმე წმინდა მამა გაბრიელის სენაკში კურთხევის ასაღებად. ბოლო შეხვედრის დროს მამა გაბრიელმა იგი დალოცა და უთხრა, რომ საჩუქარი ქონდა მისთვის და დედა პარასკევას მიმართა, რათა კეთლიდან ჩამოეღო საიდუმლო სერობის ხატი და მიეცა შიოსთვის. უწმინდესმა შიომ შემქმთალი სახით შეხედა ჯერ ხატს, შემდეგ მამა გაბრიელს. კურთხევა აიღო და წავიდა. რამდენიმე დღეში წმინდა გაბრიელ ბერი გარდაიცვალა. წმინდა ღირსი, აღსარებელი და სალოსი ბერი გაბრიელი ყოველთვის ღვთის განგებით მოქმედებდა და ღვთის განგების გარეშე არასდროს არაფერს იქმოდა. 15 მარტი 2024 წელი ცოლ-ქმარი თამთა ცუცულაო და ასათიანი გიორგი აბორტის საშინელება. ლექსად თქმული ნამდვილი ამბავი წმინდა აღსარებელი და სალოსის გაბრიელ ბერის ისტორიიდან. პარაგლის გადახდილი საამოხანს კელიაში ლოცულობდა წმინდა ბერი. მუხლ მოდრკით ღვთისმშობელთან ღირსი მამა გაბრიელი გულ ხურვალეთ გევედრები შენ გელთვის ერი ბერი გაამრავლებ დედა ღვთისაო მეოხებით ჩვენი ერი უცებ რაღაც ხმა გაისმა აციმციმ და კანლის შუქი ჭაბუკები შემოვიდნენ გაანათეს ხისვე ბლელში გაიოცა გაბრიელმა ჩაცმულობა მხედრულ მუქი მკაცრი სახით ხელი კიდეს გაიყვანეს მინდორველში იქვე იდგა უძულო სახლი თეთრი შიგნიდან კი ბნელი შიგ ჩაკეტეს სიმრელისგან მიიტანა თვალთან ხელი სიმხრალეა და რას ხედავს ჭერში მოჩანს მცირე ხვრელი და იქიდან მოციოდა უშოფელთა ფეხი ხელი შეზრუცუდა და გარს აეკრო ფეხის ვერზე მდგარი ბერი ხმა მოესმა მომბრძანდება ცის და ქვეყნის წმინდა მცველი დედამ ღვთისამ მოისურვა მომიყვანეთ გაბრიელი ჭაბუკებმა მიიყვანეს მუხლ მოდრეკით დასვეს ფერხთით თავდახრილი ანგელოზნი სევდიან იდგნენ გვერდით და იტყვრუნა და ატირდა შეცხალების თხოვნით ხვეწნით და შეხედა დედამ ღვთისამ რიცხალებით მკაცრი მზერით შემდეგ უთხრა და სახლისკენ გაიშვირა თვისი ხელი ამისათვის მევედრები ასე გამრავლდება ერი მეტი აღარ გააგზელა ბრძანა დააბრუნეთ ბერი ეს ბრძანა და მიტრიალდა წმინდა დედა ღვთის მშობელი ჭაბუკებმა მის მერე დააბრუნეს გაბრიელი და იმ დღიდან ცლობით ხოვდა დედებს ბერი ფეხშიშველი გევედრებით ნუკლავ ჩვილებს ნუღაქვთ სისხლში თქვენი ხელი ძიმად სოდვალს იდებთ ამით სულ სიმძიმებთ ვერ გიშველით
ასე თხოვდა ყველა დედას ღირსი მამა გაბრიელი გაგვიწყრება მიგვატოვებს ჩვენი დედა ღვთის მშობელი